წარმოადგენთ უზენაეს სასამართლოს ბოლო 3 გადაწყვეტილება თავისი განმარტებებით თუ რას ნიშნავდა ორგანიზებულობა, სადაც ჩამოთვლილი იყო კონკრეტული კომპონენტები ორგანიზებული დანაშაულის, მაგალითად როგორც არის ნაცნობობა, ურთიერთობა, ანუ კონტაქტი, ქმედების ორგანიზებული ხასიათი და ქმედების შესრულება ვინმეს მითითებით, არც ერთივე 4 კომპონენტი არ არის დაკმაყოფილებული გიორგი ტერეშვილის მიმართ და არც სხვა პირების მიმართ ეს ხაზგასმით მინდა არც ერთი 11 სხვა დარჩენილი 10 დაკავებულის, დაპატიმრებულის მიმართ. და რაც იყო საპირისპირო, გულისხმობ იმას, რომ ეს იყო სპონტანური შეკრება, ეს იყო კონკრეტულ დროს და ნიადაგზე სპონტანურად შეკრებილი მოქალაქეები, დადასტურდა სწორედ ვიდეო ჩანაწერები, დადასტურდა მოწმეთა ჩვენებები და გულისხმობ საქმის წარმოება გამომძიებელს არსენ ხუნაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ მან არ იცის და დაუდგენელია გიორგი ტერეშვილი და სხვა პირები იცნობდნენ თუ არა რომელიმე ორგანიზატორს ან ხელმძღვანელს, ან საერთოდ ორგანიზება ან ხელმძღვანელობა მოხდა თუ არა ამის. ეხლა მოდი ხა დაუბრუნდეთ ხო რეალობაში როგორ შეიძლება ორგანიზება მოხდეს რაიმე დანაშაულებრივი ქმედების, როდესაც ორგანიზება იყო პირდაპირ ხასიათის განცხადება სახელმწიფო ორგანოების გარო, ჩვენ წვეთით ევროპასთან ინტეგრაციას. ეს იყო ორგანიზება თუ გაინტერესებთ ამ კონკრეტული აქციის. თუ ორგანიზატორებს ეძებენ, ორგანიზატორები არიან ადამიანები, რომლებმაც დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუცია ევროპული ინტეგრაციის ნაწილთან დაკავშირებით. ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა სერგეი კუხარჩუკის და რუსლან სივაკოვის ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა მტკიცებულებების დონეზე, რადგანაც მათ ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც ვერ წარმოადგინეს და დასკვნის სიტყვაშიც შესაბამისად ვერ ახსნეს აღნიშნული თემა, რადგანაც ბრალდება ჰიპოთეტურად ვარაუდების დონეზე საუბრობს ორგანიზების ასპექტით, ხოლო რაც შეეხება ალტერნატიული გამოძიებას, რომელიც დაცვის მხარემ ჩავატარეთ, დადასტურდა, რომ არათუ დანაშაული არ ჩაუდენიათ ეს ადამიანები სპონტანურად იმყოფებოდნენ იმ დღეს იმ მოცემულობაში, კადრებით არსად არ დასტურდება, რომ ვინმე დააზიანეს, არც ერთი ეგრეთ წოდებული დაზარალებული ჩვენებას არ იძლევა კონკრეტულად ამ პირებთან მიმართებით, რომ ამ ადამიანების მხრიდან მოხდა მათი დაზიანება. ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი საქმეში არ არსებობს, რომელიც დაადასტურებდა ჩვენი დაცვისკეშყოფების ბრალეულობას. ხოლო ჩვენ გვაქვს პასუხი ბრალდების აი იმ კითხვებზე, რაც მათ ჩამოაყალიბეს ბრალდების ფორმულირებაში, თუ ვინ დააზიანა რეალურად ეს პოლიციელები. ესენი არიან სახელმწიფოსთან და ხელისუფლებასთან დაკავშირებული ეგრეთ წოდებული პროვოკატორები, რომელთა მიმართებაშიც ასევე საუბრობს გედედეს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი. შესაბამისად, ჩემი მოწმეც ის ასევე სხვა მოწმეებიც, რომელიც ბრალდების მხარემ უდაოდ გახადა, პირდაპირ ადასტურებს იმ მოცემულობას, რაზეც არის სწორედ აგებული დაცვის მხარის სტრატეგია. მოლოდინი სამწუხაროდ არ გვაქვს, იმიტომ რომ პოლიტიკური მარცხაჯულება ხორციელდება და სასამართლო მტკიცებულებების დონეზე არ მოქმედებს. არც ერთ იმ კომპონენტს არ იცავს, რაც წესით და რიგით ვალდებულია, რომ გაითვალისწინოს, როდესაც მხედველობაში მიიღებს თითოეული მტკიცებულების საკითხს. გონივრულ ეთშ მიღმა სტანდარტს ჭირდება 2, სუმცირე ეს არის ჩამოყალიბებული პრაქტიკა, სუმცირე 2 პირდაპირი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შეუძლია რომ განაჩენი მიიღოს სინდისის პატიმრების მიმართ, რაც ჩვენ საქმეში საერთოდ არ აქვს.